გორის საჯარო სკოლების მოსწავლეების წარმატებებზე საუბარს სტუმართან ერთად განვაგრძობთ საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი გვერდდება ღია ეთერში საღამომშვიდობისა ქალბატონო ნანა. მოგესალმებით. საღამომშვიდობისა და გმადლობთ რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ქალბატონო ნანა, მოდით საუბარი დავიწყოთ ფლექსის პროგრამის მნიშვნელობით. რატომ არის მნიშვნელოვანი ამ პროგრამაში ჩვენი რეგიონის ახალგაზრდების ჩართულობა და საერთო ჯამში ბოლო წლების განმავლობაში რამდენმა მოსწავლემ შეძლო გამختارიყო ამ პროგრამის მონაწილე? კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ საინფორმაციო საშუალებებში მოჭარბებული ნეგატიური ინფორმაციების ფონზე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და სასიამოვნო, რომ მსგავს თემაზე სასაუბროდ მიწვევთ. რაც შეეხება ფლექსის პროგრამას, ეს არის ამერიკული საბჭოების პროგრამა, რომელიც 90-იანი წლებიდან მოყოლებული არსებობს უკვე საქართველოში. ეს არის გაცვლითი პროგრამა მოსწავლეებისთვის და მასში საქართველოს სხვა რეგიონებთან ერთად გორის მოსწავლეებიც არიან აქტიურად ჩართული. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა რიცხვი მოსწავლეების, რომლებიც ფინალისტები ხდებიან და ერთ აკადემიურ წელს ატარებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. აი ამჯერად მაგალითად გუშინ დაამთავრა ამერიკულმა საბჭოებმა უკვე დარეკვა ფინალისტებთან და 80 ფინალისტს შორის 10 გორელი მოსწავლეა. და ეს რიცხვი ეს ბოლო 3-4 წელია, რაც 100 და 3 და 4 მოსწავლეს, ასე ვთქვათ, გქონდა წლები, როცა ერთი მოსწავლე მიდიოდა, ან ორი მოსწავლე და ახლა უკვე 10-ზე ვართ ასული. საერთოდ ჯამში ამ წლების განმავლობაში დაუზუსტებელი ინფორმაციით 40-ზე მეტ მოსწავლეს აქვს გატარებული ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი აკადემიური წელი, რაც აძლევს ეს ერთი წელი ამ მოსწავლეებს ალბათ უპრიანი იქნება თვითონ მათ თუ გავესაუბრებით, თუმცა მე შემიძლია პირადი მაგალითით გითხრათ, ანუ ჩემი ოჯახის წევრი, ჩემი დიშვილი იყო წასული, ჩემი მეგობრების შვილები ყოფილან ამ პროგრამაში ჩართული და ბავშვები ჩამოდიან აბსოლუტურად სხვანაირები, გაზრდილები, ასე ვთქვათ, ეს ერთი წელი მათ ძალიან ზრდის პიროვნულად, ეს არის დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყების საფუძველი, ასე ვთქვათ, მათ უკვე იციან, რომ ნებისმიერი წინააღმდეგობა, ნებისმიერი პრობლემა თვითონ უნდა დაძლიონ ცხოვრების გზაზე და ასე ვთქვათ, მზად არიან უკვე ცხოვრებისთვის. თან ესენი უკვე უფროს კლასელები არიან და თავისთავად ასაკსაც აქვს მნიშვნელობა, თუმცა ეს ერთი წელი ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ ფორმირებაზე. აღარაფერს ვამბობ ენის კომპეტენციებზე, მათ ისინი უკვე თავისუფლად ფლობენ ინგლისურ ენას და ამაში გარემო, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის, ანუ შეიძლება ძალიან კარგად იცოდე გრამატიკული წესები, კონდეს ლექსიკური მარაგი, მაგრამ ინგლისურენოვან გარემოში ერთი წელი ყოფნა თავისთავად მათ ენობრივ კომპეტენციებს ძალიან მაღლას წევს და ისინი კონკურენტუნარიანი ხდებიან შემდეგ დასაქმების ბაზარზე, როცა უკვე აქ პროფესიასაც იძენენ ამ ინგლისური ენის კომპეტენციებთან ერთად. ქალბატონო ნანა, ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად გვესმის გორელი ახალგაზრდების წარმატებების შესახებაც, ანუ სხვა წარმატებების შესახებაც გარდა ფლექსის პროგრამისა, თქვენ როგორც რესურს ცენტრის ხელმძღვანელი, რომ შეაჯამოთ, რა მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ დღეს გორელ მოსწავლეებს და საიდან არის ეს განპირობებული, თქვენ რას უკავშირებთ ბოლო დროს ერთბაშად ამდენ კარგ შედეგს სკოლებში? იცით, ცოტა გამიჭირდება თქმა, რომ ბოლო ხანს ხდება ეს წარმატებები. ალბათ იმისი თქმა უფრო შეიძლება, რომ მეტად გავამახვილეთ ყურადღება ამ წარმატებებზე. მათ შორის თქვენი დამსახურებით, მათ შორის სხვა საინფორმაციო საშუალებების დახმარებით ავამუშავეთ საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ოფიციალური გვერდი Facebook-ზე, სადაც თავს ვუყრით ამ ინფორმაციებს და მგონია, რომ მოსახლეობაში უფრო მეტად წავიდა ეს ინფორმაცია, ასე ვთქვათ. ანუ ის თემა, რომ ერთმა სკოლამ მეორე სკოლის წარმატება უნდა გაიზიაროს და ერთი სკოლის რომელიმე მოსწავლის თუ გუნდის გამარჯვება არ არის მხოლოდ იმ სკოლის წარმატება, ანუ ამ კულტურას ვამკვიდრებთ ნელ-ნელა, ასე ვთქვათ.
რაც შეეხება წარმატებებს, ნამდვილად დაგეთანხმებით ამაში, ჩვენი მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ კონკურსებში და ხშირ შემთხვევაში წარმატებებსაც აღწევენ. სულ ბოლოდროინდელ წარმატებებზე შემიძლია მე მაგალითად ყურადღება გავამახვილო. ელენე მინდიაშვილი დიცის სკოლის მოსწავლე, რომელიც საქართველოს მოხალისე 2018 გახდა, ეს იყო განათლების სამინისტროს პროექტი და ამ ლიდერის ამპლუაში, ასე ვთქვათ, ელენე ბევრ კარგ პროექტს ახორციელებს არა მხოლოდ თავის სკოლაში, არამედ თავის ჯგუფთან ერთად ბევრ სხვადასხვა სკოლაში. სენის ორგანიზაცია სენს ჰქონდა ძალიან ბევრი კარგი პროექტი, მათ შორის მაგალითად მაკულატურის შეგროვება, სადაც ხიდის თავის საჯარო სკოლა გავიდა პირველ ადგილზე საქართველოს მასშტაბით და სხვა სკოლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული. ნიკო კეცხოველის სახელობის კონკურსი ტარდება ყოველწლიურად, სადაც პირველი საჯარო სკოლა გასულ წელს გახდა პირველადგილოსანი და მიღებული გრანტით, ასე ვთქვათ, ეკოჰაბი გააკეთა სკოლაში. წელს მესამე და მე-12 სკოლიდან ყავდა ნახევარფინალისტები. მესამე სკოლის შესახებ მინდა ვთქვა, ეკოფილები ქვია მათ ეკოლოგიურ გუნდს და ძალიან ბევრ თქვენს ეთერშიც გაშუქდა სხვათა შორის და მადლობა ამისთვის. ძალიან ბევრ კარგ პროექტს ახორციელებენ ეს ბავშვები და ბევრ კარგ აქტივობაში არიან ჩართული. მე-12 სკოლის მოსწავლე მარიამ მახვილაძე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომელმაც გაიმარჯვა ესეების კონკურსში, რომელიც საქართველოს პარლამენტს ჰქონდა გამოცხადებული დამფუძნებელი კრების 100 წლის თავისადმი მიძღვნილი ესეების კონკურსში, პირველ ადგილზე გავიდა საქართველოს მასშტაბით. აი ახლა ამ ბოლოს ლევან ნადიბაიძემ და მისმა ჯგუფმა გრანტი მიიღეს ერთად ბულინგის წინააღმდეგ, ანუ პროექტი იყო ახალგაზრდული იდეა და მათმა იდეამ მოიგო გრანტი და ისინი ახორციელებენ ეს ბავშვები, მერვე სკოლელია ეს ბავშვი, ახორციელებენ ბულინგის წინააღმდეგ დაგეგმილ პროექტს ერთად ბულინგის წინააღმდეგ, ასე ჰქვია და ანუ თვითონ არის ეს ბავშვი სკოლის მოსწავლე და ახლა უკვე ყველა სკოლის ბავშვი ჩართო ამ პროექტში, ესეების კონკურსი ჩაატარა, ნახატების კონკურსი ჩაატარა და ასე შემდეგ. თქვენც აშუქებთ ამ თემას და მიხარია ძალიან. რუსთაველის ფონდს ჰქონდა საგრანტო კონკურსი არაჩვეულებრივი გამოცხადებული, მეცნიერება იწყება სკოლიდან, კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით. ასეთი საგრანტო კონკურსი ჰქონდა გამოცხადებული, გუშინ ჰქონდა სხვათა შორის საზეიმო დახურვა გორის უნივერსიტეტში, მადლობა ამისთვის გორის უნივერსიტეტს, ქვემო სობისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიგეს ამ პროექტში გრანტი, მათგან ახორციელეს კვლევები რძესა და რძის ნაწარმში, სხვადასხვა ნივთიერებების შემცველობის შესახებ. ეს იყო მე მოვიხიბლე მათი პრეზენტაციებით, სიმართლე გითხრათ, ეს იყო პრაქტიკულად ნასწავლი ამბები და არა მხოლოდ თეორია. მადლობა ამისთვის ქვემო სობისის საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგს, ბერშვეთის და ატენის სკოლის მოსწავლეები იყვნენ კიდევ ჩართული ამავე პროექტში. ჩამონათვალი საკმაოდ დიდი არის, როგორც მათყობ. დიდია, ხო, ცოტა შორს შეიძლება წაგვიყვანოს, მაგრამ აი არ შემიძლია ერთი არ თქვა კიდევ მეორე სკოლის მოსწავლე, მე-10 კლასელი, გიორგი გიორგაძე, რომელმაც მოიპოვა ერასმუს პლუსის კონფერენციაში მონაწილეობის საგზური, ქართულ ევროპული მოძრაობის პროექტი იყო ეს საქართველოს სახელმწიფოს მოდელირება და გიორგი ამ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გაიმართება ეს პროექტი, ჯერ უცნობია რომელ ქვეყანაში, მოგაწვდით ამის შესახებ ინფორმაცია შემდეგ რომ დიდი მადლობა, ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ გორის მუნიციპალიტეტის და არა მარტო გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და მზაობას გამოვთქვამთ, რომ აქტიურად გავაშუქოთ მიმდინარე სიახლეები, რომელიც უკავშირდება განათლების სფეროს. იმედი გვაქვს წინ, მათ არაერთ წარმატებას გავაშუქებთ, მომავალ საინფორმაციო გამოშვებებში. მადლობა ქალბატონო ნანა. მადლობა თქვენ. გორის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დერმაკოზაშვილი პასუხობდა დიას კითხვებს.